ნორმალური ძილი აუცილებელია ჯანსაღი ადამიანისათვის. უძილობით შეწუხებულთა რიცხვი კი დღითი დღე მატულობს. ქრონიკული ძილ-დაუკმაყოფილებლობის მიზეზად ექსპერტთა აზრით ინტერნეტი და ტელევიზორი იქცა. მამაკაცების 50 და ქალების 42% თვლის, რომ ეს ორი ბოროტმოქმედი რომ არ არსებობდეს, ღამეების განმავლობაში სიამოვნებით იძინებდნენ. მაგრამ უძილობასაც შეიძლება მოერიოთ თუ მაესტროს ტელერეცეპტის მიხედვით იმოქმედეთ. დაიწყეთ ვახშამით, მიიღეთ მხოლოდ მსუბუქი საჭმელი მცირე დოზით, კუჭმაც უნდა დაისვენოს. შეეცადეთ ძილის წინ არ ილაპარაკოთ პრობლემებზე, სჯობს მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს. წაიკითხეთ წიგნი, მოусმინეთ მუსიკას დაბალ ხმაზე. კარგი მელოდია გადაგიყვანს სასიამოვნო ოცნებებში და ძალიან მალე ჩაგეძინებათ. დაწექით დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს, არა უგვიანეს 11 საათისა. დაწოლის წინ შეეცადეთ თავი აარიდოთ გონებრივ სამუშაოს, რათა მშვიდად დაიძინოთ. თუ უძილობას უჩივით, ნუდალებთ მაშინვე ძილის წამალს. უმჯობესია დალიოთ დამტკბარი ერთი ჭიქა ახალი თბილი რძე. დაწოლის წინ შეეცადეთ გათავისუფლდეთ ყოველგვარი დარდისა და წუხილისაგან. მიიღეთ თბილი შხაპი, დადექით ღია ფანჯარასთან და ისუნთქეთ ღრმად. და რაც მთავარია, დამშვიდიდით ტელერეცეპტთან ერთად და თქვენ აუცილებლად დაამარცხებთ უძილობას.